გამარჯობათ, მოგესალმებით, მე ჯელესონ ოქოსკომის ადმინისტრატორი ვარ და მე ამ ვიდეო გაკვეთილში გასწავლით ნებისმიერ საიტიდან სკრიპტის მოპარვას. ეს თხოვდა ალექსა და მე ახლა უსვრებთ ხონას. მაგალითად მოვიპაროთ სტატისტიკის სკრიპტი, აი როგორც ჩვენ საიტი არის, ჩვენი საიტზე მოვიპაროთ. დავაწვევით, მივიდათ დღეს მოგვიდახულეს ქვევით კიდე ცოტათი, ანაც აქაც შეგიძლიათ მოხმარების სიას გვერდზე. აი ანუ აქ დავაწვევით და შემდეგ მისვევთ დავაწვევით მარჯვენა ღილაკის მაუს, შემდეგ insert element, მისვევთ insert element და ახლა ნახოთ. ანუ აქ აკოპირებს მარტო მომხმარებლის სიას, აქ აკოპირებს დამწყები და თლიანად რომ მოვაკოპიროთ, ასე აყვებით რაც გინდათ რომ მოვპაროს. და აქ აკოპირებს მარტო ამას, აქ აკოპირებს, მოდი მაგალითად დავაყენოთ სტატისტიკა. აი თლიანად. აი აგერ არის. ვაწვევით Ctrl+C+-ს და ჩავსვათ საიტის კონსტრუქტორში. აი მაგალითად კიდე გავხსნათ ახალი ისა, სტატისტიკა უკვე არის დაყენებული, განიხებთ. მაგრამ მე კიდე დავაყენებ. ადმინი აღჭირდება და როგორც ხედავთ კონსტრუქტორის გათიშვას მიცეთ. და აი აყენია და მე კიდე გავხსნი ახალ ამის და დავამატებ სტატისტიკას. ბლოკის დამატებას და აქ მაგალითად აი აქ დავაწეროთ მოპარე ანდაც ჯელესონ და დავუშვათ კონსტრუქტორთა ცვლილებების შენახვას. დავაწვევით. აი როგორც ხედავთ გახსნა ჯელესონ ოქოსკომ. გავხსნათ ახალისა და კონსტრუქტორი ბლოკის დამატება, ანუ აქ დავაწეროთ ჯელესონ და ჩავსვათ, აი შემდეგ ვაწვევით აი ამას, შემდეგ ხუთმულეზე გადავდივართ და ჩავსვათ ის სკრიპტი, რომელიც ახლა მოვაკოპიროთ. დამახსოვრებას ვიცეთ. შემდეგ ვიცეთ კონსტრუქტორისა ცვლილებების შენახვა. ეხლა კი ვნახოთ. როგორც ხედავთ გაყენდა გელედონ, მაგრამ მე ასე დავწერე გელედონ ოქოსკომ. სულ ერთია. აი ახალიც არის ქვევით და წეგან რო განახეთ. აქაც იყო და ახლა აქაც იქნება. ეს ვიდეო გაკვეთილი ამით დასრულებულია. თუ ვერაფერი ვერ გაიგეთ, შემოგზავნით ჯელესონ ოქოსკომს. მადლობთ ყურადღებისთვის. ვიდეო გადაიღო იანო მეგრელიშვილი. გაგზავნებოდეთ. ისწავლე მეტი რაც არის ამ საიტს, ასე ქვია.